რუს ექსპერტებს საქართველოში შემოსვლის უფლება არ მისცეს. ექსპერტები თბილისში ერევნიდან ჩამოფრინდნენ. საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის კავკასიის კვლევათა ცენტრის ექსპერტ ნიკოლაი სილაევსა და რუსეთის ფედერაციის არქივის დირექტორ სერგეი მირონენკოს. ამის შემდეგ ჯგუფის კიდევ 3 წევრმა, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის მსოფლიო ეკონომიკისა და საერთაშორისო ურთიერთობათა ინსტიტუტის დირექტორის მოადგილემ ვლადიმერ ბარანოვსკიმ, რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო ინფორმაციისა და საზოგადოებრივი მეცნიერების ინსტიტუტის წამყვანმა მეცნიერ თანამშრომელმა ალექსანდრე მილერმა და მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტის რექტორის მრჩეველმა არტემ მალგინმა საქართველოში შემოსვლაზე უარი თქვეს. ისინი ერევნის გავლით მოსკოვში გაბრუნდნენ. რუს ექსპერტთა ჯგუფს 1-დან 3 დეკემბრამდე თბილისში შეხვედრები უნდა გაემართა რუსეთის კვლევების ცენტრსა და ექსპერტთა კლუბში. მოსკოვიდან თბილისში გამოფრენამდე ექსპერტი ნიკოლაი სილაევი აცხადებდა, რომ საუბარი იქნებოდა არა მარტო რუსულ-ქართულ ურთიერთობებზე, არამედ განიხილავდნენ ქართველი და რუსი მეცნიერ ექსპერტების თანამშრომლობის მიმართულებებსა და პერსპექტივების შესაძლებლობას.